დილა დაიწყო ასე. დილა წყალტუბოში, ყველას მოგესალმებით. დღეს მზიანი ამინდია, ხო? კარი ხო არ არის? არა. დღეს მზიანი ამინდია წყალტუბოში. ეხლა არის დილა, თუმცა არც ისე დილა, ჩვენთვის დილა, თორე ისე 12:09. მე კი ცოტა ადრე ავდექი, ჯერ სანამ მოვწესრიგდი, ვიბანავე. მე ვიდეოს გაკეთება დავიწყე, ისე რომ ყავაც არ დამილევია. ამიტომ ეხლა ძალიან მომშივდა და რამე შევჭამ. მე გავაგრძელებ. თან ბავშვებიც ადგნენ უკვე. ამათაც რამეს ვაჭმევ. ხო და ესე თქვენ როგორ ხართ? მიყვარს აქ დილაობით. კარგი ის არის შეგრძნება. აი რამდენი ხანი ელოდით და დადგა ეს დროც. წყალტუბოს ვლოგები. In action. ეხლა დილით არ ვიცი, ხო ვფიქრობ რა შევჭამო, პიცა შევჭამო თუ ყავას ფატის პეჩენიები მივაყოლო. აი ესეთი. მე მგონი კორჟიკები თუ რაღაცა მაგის ხო თაფლაკვერები. მაგრამ რაღაცა ისეთი არის რა. ზუსტად არ ვიცი რა არის, მაგრამ ძალიან გემრიელი ჩანს, გუშინ არ გამისინჯავ სპეციალურად თქვი რომ დილით ყავასთან მივირთმევ თქო და ეხლა ვიკეთებ ყავას, მე ვიდეოს დავასრულებ ვიდეოს გაკეთებას და იმედია დღეს დავდებ. და კიდე აი ეს არის. მაკოფეს კაპუჩინო. ახლა ზევი შოკოლადი უნდა მოაყარო, აი ეს უკან არის შოკოლადი. ერთი არის ესეთი? აი არა, ორი. მაგრამ შეიძლება ბევრი არის. უკან შოკოლადია. უნდა მოაყარო. ანუ ეს არის ესე იგი მაკოფეს კაპუჩინო, ესეთი რაღაცა გემრიელი და გასინჯე ჩანს, არ ვიცი. გავიკეთებ ესეთი. ხო, ესე ჭიქაში თუ ნახევარზე უნდა გაყონე და და თან თავის შოკოლადი მოყვება ესეთი. მართლა ძალიან გემრიელი ჩანს. ხო და ეხლა არ ვიცი, ამას გავაკეთებ ორ ჭიქაზე. ხო? მოდი გავყოთ ორად. ორავე. გონი კი რა კაპუჩინოში ბევრი იცი რა და კაფეები უნდა იყოს და ეს მე მგონი გაკრას ამდენია. აი ეს ორზე ვაკეთე. ნეტალის უნდა აშე არ დაუხდა. არ ვიცი, მე მგონი დამატება დაჭირდება თუ ტკბილი გინდა და თუ ტკბილი არ გინდა, თავის შაქარი ექნება აშკარად. აი ნახე როგორი კაფეებია. ბოლომდე დავასხო, ხო? ესე, ეხლა მოვიოთ. მე დავაყაროთ ის შოკოლადები. გემრიელად გამოიყურება. და აბა, ყველაზე მეტად ეს მაინტერესებს. თან უნდა ურია. შოკოლადი. კარგად მოურია? კი. უნდა მორება, გონი არა. ეს იცი როგორც ემოდა რო აყრიან ხოლმე ბოლოს. ხო იცი, ხო. მგონი ამას მორება არც უნდა. არა, მის დახატო. ხო. ეგა. კაფსე. აი. ესთეტიურია. აი ესეთი გემრიელი კაპუჩინოები. აბა გასინჯეთ. თუ მოგეწონებათ, ესე იგი ნატალის საუზმე. რამ გააგიჟა? კრაბის ჯოხებზე არ ვიცი, მაგრამ ძალიან მოიყვარს.
შეუყვარდა და აი ესე ჭამს ისე უბრალოდ. ეხლა მინდა რომ წელს კრაბის სალათა გავაკეთო, იქნებ მოეწონოს ამის ხათრით. ხოდი? ამ ახალ წელს აუცილებლად კრაბის სალათაც გვექნება. ნახან ეგრეა. შენ შეიძლება არც მოგეწონოს. იერასო არა. შენ ისე გიყვარს. აბა ძალიან დიდი ხნის მერე მოიცადე. აბა მეც გავშინდი. რა კარგია. მე გასინულია. ბილია. გემრიელია. ისე რა, ვისაც წესი ყოშ მოეწონება, მაგრამ რაღაცნაირი პრიფიქს. არა, ეს გაყინულია. გემო არა აქვს. გაყინულია, ცოტა გავუყოთ ცოტა. მე არ დააქვს. თორეში კაია, მე მიყვარს კი. აი ჩემთვის ვიდუღებ ყავას, ოღონდ არ ვიცი კაპუჩინო დავლიო თუ ჩვეულებრივი ყავა. და იმას რა შევჭამ, ეგ ზუსტად ვიცი. ხო და არ ვიცი, თან ყავაც მინდა ძალიან ჩვეულებრივი, თან კაპუჩინოს გასინჯაც მინდა. მარიტა მეუბნება კაპუჩინო დალიო, მაგრამ უკეთ მე წავა გადავწყვიტე. კაპუჩინოს მერე დავლევ. დილით მაინც ყავა უფრო მინდა. ლაშა. ანდიქნები? თუნო გაწოდა? ესე იგი პირველის ნახევარზე ვსვავ პირველ ყავას. ავდექი 10-ზე და რას ვაკეთებდი არ ვიცი. ამდენი ხანი. ნუ პრინციპში ვიდეოს ვაკეთებდი. ეხლა დავდებ მალე. პიცა. თან მომშვიდა უკვე ყავასთან ერთად. პატის პიცა. ცივიც რო გემრიელია, ისეთია. შენ არ გინდა? პიცა. ყავა კი. ლაშა არ ჭამს დილით. მე პრობლემა არ მაქვს. აი ეს კარგი ხანი აღარ დამიძინია რა. მოგესალმებით შოულებრივი წყალდება. ხო, არ ვიცი თქვი, ვინც არ იცით, ეხლა ვართ წყალტუბოში. და უგემრიელესი საუზმეობს. პიცის და ყავის სახით. და კიდე აი აქ მიდევს ძალიან გემრიელობა, ამასაც რა ვიცი თუ მოვერევი, გავსინჯავ. ამასაც მოვერევი, მეორე მუშედაზე. ეს გუშინ გავსინჯა. და ძალიან მომეწონა. ეხლა როჭებიც მომიდა. და კიდე 500 ადამიანს რომელიც მოყრობს სისტემატიურად. მაპატიეთ. ლამაზი ჭამა არ შემიძლია. ლამაზი ფიგურო. ნო. ეს მოგბანგერები ლამაზი ჭამე. რაღაცნაირად. ეხლა ამას შევჭამ. კომენტარები უნდა წავიკითხო. ჩართული არ იყო. რატომ მოხელა ეგრე? შენც ეგრე ხარ? ლაშა მომიჯდა.
ნუ ძალიან დიდი ხანი ჩაძინოს. ალო გამოძინება ხო კაია რა გამოძინება დიდი ხანი გამოძინავს მე ცუდად არა ზედმეტი ძილი ჩავარდა თაროცა მიჩეული არ ხარ ხო ჩვენ ვიძინებთ ხოლმე 2-ზე 3-ზე და ვდგებით 9-ზე ხო და ესე იგი რამდენი ხანი გვძინავს 6-7 საათი პრინციპში ნორმალურია რა აი ნორმალურია კი მაგრამ ახლა ჩემსავით 11 საათი იძინებ დასვენების დღეებში 11 საათია ნუ როგორ საათზე დავწერთ გუშინ ალბათ 2-ზე 10 ეგეც ბევრია როგორც ჩანს აი მე ხარ შემოგავიჩ ერთი ნაჭერ პიცას მოვერიე და ეხლა აი ამას ოღონდ ამას ქლიას ვერგინდოდეს მოგანდოს რა ეგ ფატის უთხარი ჭამარა ვერგინდოდეს მოგანდოს გამომივიდა მუკბანგი TikTok-ზე რატომ მიგდებს ღამღამობით არ ვიცი აი მაინც ღამღამობით მიგდებს მუკბანგებს სხვადასხვა ქვეყნის ბლოგერების ზოგი ისეთ უცნაურობებს ჭამს დილით მაინც იყოს ეგრე ნუ უყურებ ხოლმე ხანდახან დელაშას ესმის ხმები შენ არ უყურებ ხოლმე მე რო შემხვდები ეგრევაში დელაშა სკროლავს ხოლმე და იმიტომ არ ხვდება ამას და მე არა თავიდან მინდა ამოვიგდო აუ არა და ადრე ვერ ვიტანდი მუკბანგებს და ისედაც ხო ფიქრობ არ მესმოდა ისედაც ხო ფიქრობ რომ ამე ხო არ შევჭამა და კიდე რა შეგხვდება ხაფანგია მე მუკბანგები იმიტომ არ მიყვარს აი მე მშივდება და იმიტომ მე იმის გამო რომ არა რომ მშივდება აი პროსტა აი კაი ხო რა ძალიან გემრიელობა სჭამე ხო მაგრამ აი თქვა აი ყველაზე უმეტესობა იღებენ კორეელები ხო მუკბანგებს კორეელები სპეციალურად აი ჭამე რაღაც საყვარლად აი მე არ შევიდია თითქოს რა ძალიან ისეთია ლამაზი ვიღაცა და მე კორეელების კიდე ან ხო ძალიან გამხდები არიან არ და ძალიან ბევრი ჭამე ხო მუკბანგებში მე კიდე ვიღაც ექიმცი დახიან რომ ანუ გული აირიონეს ტიკი რატო ჭამე თუ მე ანუ კორეელები ზედმეტად დროს ჭამენ მე რუსული მუკბანგები ხდება ხომ აი ეგენი მარტო ეს კაცი იცი ეშანსაცი რომ მუკბანგებს აიღებს კაი აბა ნახოთ ხა კომენტარები